ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი თბილისში გრძელდება. ისინი ოცნების გენერალურ პროკურატურასთან არიან შეკრებილი. მაღაროელები მათი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვენ. ჭიათურაში მაღაროელებთან მიმდინარე აქციების მონაწილე 4 მაღაროელს 4 და 6 წლით პატიმრობა აქვთ მისჭილი. მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდნენ. შრომელები კი ამას თანამებრძოლების პროტესტის გამო დასჯა დაფასებენ. მარიკა ბოლქვაძე გვერდება აქციიდან. მარიკა, რა ხდება, როგორ მიმდინარეობს აქცია? დიახსოფო, თავისუფლება და სოლიდარობა მაღაროელებს ამ ლოზუნგით ამ წუთებში ქართული ოცნების გენერალურ პროკურატურასთან იკრიბებიან მაღაროელები, მათი მხარდამჭერები, უბრალო მოქალაქეები. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ დააკავეს მათი 4 თანამებრძოლი ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის მთავარი მონაწილეები. მაყურებელს შევახსენებ კიდევ ერთხელ, რომ მათ წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და მათ ედავებიან იმას, რომ ჯგუფური დანაშაული დააორგანიზეს. შემდგომში მასში მონაწილეობა მიიღეს. დაკავებულიდან 2-ს აქვს 6 წლის თავისუფლების აღკვეთა მისჭილი, 4-ს 4 წლის თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება აქ მოსული მაღაროელების პოზიციას, ისინი ახლა გენერალური პროკურატურისგან მოითხოვენ, რომ დაიწყოს ხელახალი გამოძიება დაკავებული მაღაროელების საქმეზე და რეალურად გამოძიებულ იქნას საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ის ჩვენებები, რომლებმაც მოწმეებმა სასამართლოს მისცეს. რაც შეეხება ჩვენებების ნაწილს, 60-ზე მეტი მოწმე იყო მოწმე ყავდა ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჭიათურელი მაღაროელების საქმეზე. აქ შეკრებილი მშრომელების აზრით კი ეს ჩვენებები, ცრუ ჩვენებები იყო, ცრუ მოწმეები იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ჩვენებები ურთიერთ გამომრიცხავი იყო ერთმანეთისგან. მოწმეებს შორის აგრეთვე იყვნენ ჭიათურის მაღაროების დირექტორები, მაღალი თანამდებობის პირები. სწორედ ამ პირებს დებენ აქ შეკრებილი მაღაროელები ბრალს, რომ ისინი სრულმოწმეებად გამოცხადების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ინციდენტის დაორგანიზებაში, რომლის საფუძველზეც შემდგომში ეს მაღაროელები პასუხისგებაში მისცეს. ახლა მაღაროელები ამბობენ, რომ აპირებენ პროტესტის გაგრძელებას, ვიდრე არ შესრულდება მათი მოთხოვნები. ამ ბიჭების დაკავებაში და ციხეში დატოვებაში ძალიან დიდი წვლილი, ლომის წვლილი, ესე რომ ვთქვათ, მიუძღვის საქართველოს პროკურატურას. სრულობდა პროკურატურისგან მოყვანილი მოწმეები. ამის მიუხედავად თამარ მაზანაშვილმა მოსამართლე მაინც პროკურატურის მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო, სრულიად უსაბუძვლოდ, სრულიად სიცრუით და ესე უსამართლო წრედან უკვე 28 აპრილს გახდება 1 წელი, რაც ჩვენი ბიჭები სხედან ციხეში. მაღარო იმ სიგრძის არისო, ფიზიკურად 15 წუთში ვერ შევა ადამიანი და ვერ გამოვადა. როგორც სასამართლოზე იქ მოსულმა მოწმეებმა თქვეს, 15 წუთი იყვნენ შესულები მაღაროში. შესაბამისად, ესენი არ შესულან იქ საქმიანი ვიზიტით. ეს იყო წინასწარ დაორგანიზებული კომპანიის მხრიდან და პირდაპირ ეხმარებოდა პოლიცია კორუფციული ძალებით და ყველანაირი ზეწოლით. მოეხთინათ ისეთი დღე გათენებული იყო 28 აპრილი, რაც ჩაიდინეს, ანუ დააორგანიზეს თვითონ ის დღე იმის გამო, რომ კონკრეტულად იმ დღეს უნდა ყოლოდა 4 პატიმარი. თავარი მოთხოვნა არის გამოძიება ჩატარდეს თავიდან. პროკურატურამ ეს საქმე გამოიძიოს თავიდან, რადგან არ ყოფილა ეს ობიექტური გამოძიება. ეს იყო შეკერილი, შეთითხნილი ბრალდებები, ცრუ მოწმეები. ყავს ჩვენ მოწმე, დაცვის მხარეს ყავს მოწმე, რომელიც ადასტურებს და ამტკიცებს, რომ დაინახა პოლიციის უფროსი, რომელიც მიყვებოდა თენგიზ იკობერიძის მანქანას, მოატრიალა მანქანას სპეციალურად და შეუხვია იგივე ტერიტორიაზე, სადაც დანარჩენი ტექნიკური პერსონალი და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, ასე ვთქვათ, განლაგებული. სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ახლა გენერალური პროკურატურის ეიზოს და ჭიშკრის ტერიტორიაზე არ აძლევენ მაღაროელებს იმის უფლებას, რომ გამართონ აქცია და გამოხატონ პროტესტი. გიჩვენებთ ახლა კადრშიც რა ხდება, რამდენადაც მაღაროელებისგან ვიგებთ. პროტესტი კვლავ ჭიათურაში გადაინაცვლებს. სავარაუდოდ ისინი დღეს, რამდენადაც ჩვენთვის ხდება ცნობილი, პარლამენტთანაც უწყვეტ პროტესტს შეუერთდებიან. 1 წლის მანძილზე მაღაროელები მაღაროში არსებულ პირობებს და პრობლემებს აპროტესტებენ იმას, რომ მათი 4 თანამებრძოლი ახლა უკანონოდ არის დაკავებული, ითხოვენ ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას. ამ ხნის მანძილზე მათ რეაგირება არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან არ მიუღიათ.